რადიკალების მაშველი რგოლი საქართველოს ხელისუფლებას ისევ თავს ესხმის ჯო უილსონი ისევ ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის მიღებას ითხოვს. ნაციონალური მოძრაობის მიერ $360,000 ნაყიდი უილსონი, რომ კონკრეტული სცენარის ნაწილია, ეს ამერიკულმა ფარამანს თქვა. მისი დამქირავებლების მიზანი კი საქართველოს რეპუტაციის შელახვა და ზიანის მიყენება. როგორ იქმნება საინფორმაციო ხმაური, მარიამ ბუღაძე ამბობს. ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩარიცხულმა თანხამ შედეგი გამოიღო. რამდენიმე კვირიანი დუმილის შემდეგ ჯო უილსონი ისევ საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედდა. ოპოზიციის ლობისტი სოციალურ ქსელში მეგობარი აქტის მიღების საჭიროებაზე წერს, რომელსაც რეალურად მეგობრული არაფერი აქვს და ოპოზიციისთვის მხოლოდ მაშველი რგოლია. 250 დღის განმავლობაში მამაცი ქართველი ხალხი ანტიამერიკული ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ აპროტესტებს. ჩვენ მეგობარი აქტი გვჭირდება. მას შემდეგ, რაც ამერიკული ფარას დოკუმენტებით დადასტურდა, რომ ნაციონალური მოძრაობა $360,000 უხდის ლობისტურ კომპანია ნელსონ მალინს, რომელიც ამავდროულად ჯო უილსონს აფინანსებს, პარტია მათ შორის კავშირს ვეღარ უარყოფს. თუმცა ახლა ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ სენატორს ფულს ამ განცხადებებისთვის არ უხდიან. თანხის აღება პირდაპირ არ არის საერთოდ ეს მართლაც არის ტყუილი, რომელიც პირდაპირ ამაში იღებს თანხას, ესეც პროპაგანდა გახლავთ. უილსონის გააქტიურება ნაცადი სცენარის გამეორებაა. რადიკალების მაშველი რგოლები მუდმივად იცვლებიან, თუმცა შედეგი უცვლელი რჩება. საზოგადოებას მათი არ სჯერა. შესაბამისად, ყველა ხვდება, რომ ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი ცრუ შინაარსია აგებული. ოპოზიციას საკმაოდ ბევრი მაშველი რგოლი გადმოუგდეს, თუმცა არც ერთმა არ უშველა. აბსოლუტურად გაცვდა ყველა სიცრუე, რომელიც ქართული ხალხის წინააღმდეგ გავრცელდებოდა კონკრეტული ინსტიტუტების მხრიდან. და თუ იმეს იმედი აქვს, რომ მეგობარი აქტს რაიმე ეფექტი შეიძლება კონდეს, რა თქმა უნდა, ძალიან სთება. ქართული საზოგადოება აფასებს არა გარეთ დამტკიცებულ დოკუმენტებს, არამედ იმას, რომ რამდენად არის ამ დოკუმენტებში ასახული სიმართლე. არა მეგობრული უილსონი ქვეყნის იმიჯს მიზან მიმართულად აზიანებს. აქტი, რომელსაც მოღალატე რადიკალები მეგობრულს უწოდებენ, რეალურად ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების ხელის შემშლელი დოკუმენტია. მეგობარ აქტში არაფერია მეგობრული, ეს არის საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების დამაზიანებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ის ვინც ლობირებს ამ დოკუმენტის მიღებას, რა თქმა უნდა, ვერ განიხილება საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაძლიერების მომხრედ. ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის რეალური მიზანი საინფორმაციო ხმაურის შექმნაა. მავნებელი სენატორები და ევრობიუროკრატები ამ ფორმით ცდილობენ ხელისუფლებაში მათ მორჩილებაში მყოფი პარტიები დააბრუნონ. გადანაწილებული აქვს თითქოს კვირის განრიგი ერთ დღეს და დღე-გამოშვებით მაინც მინიმუმ რომ იყოს რაღაცა განცხადება, რომელსაც შემდეგ წამოეშველება ადგილობრივ აკაცუკებს, რომ ნერვები იშალონ და ნერვები უშალონ ქართველ ხალხს. საერთოდ რა ღირებულებებზე, რა ევროპაზეა საუბარი, ადამიანები მავნებლობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები მავნებლობენ. ეს არის უსამართლო აქტი და თავისთავად ის, რომ სენატში მოხდა ამ აქტის განხილვის შეფერხება, ცხადყოფს იმას, რომ შეერთებულ შტატებშიც არიან შესაბამისი ძალები, ამ შემთხვევაში კონკრეტული სენატორები, რომლებიც ჯანსაღად აფასებენ მოცემულობას, სიტუაციას. ის უმანგაროდ არ მოქმედებს. რა თქმა უნდა იაქტიუროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოთხოვება პასუხს, რომ ყველა იღებს ამ ფულს. რა თქმა უნდა, ის გააგრძელებს ამ საქმიანობას. ოპოზიციის უუნარობას ვეღარც მათი პატრონები შველიან. მათი საერთო ძალისხმევის მიუხედავად ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის მიღება ტრამპის პარტიიდან 3 ამერიკელმა სენატორმა შეაფერხა.